ყველა ჩვენთაგანი ვართ ინდივიდები და ეპოქის შვილები. რომელ ეპოქაშიც გვიცხოვრია, ის ეპოქა ჩვენთან დადის, ჩვენთან არის. ჩვენი ცხოვრების ნაწილია, წარსულის, გავლილი ცხოვრებას და დღევანდელი დღეს, რა თქმა უნდა. მე ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი წარსულის. რატომ ახლა იცით რა არის? ცხოვრება სულ ხინით არ არის სავსე. არის ტკივილები და ტკივილებზე ვიზრდებით. კაცობრიობის და ადამიანის ცხოვრება არის რა იცით? სიკეთის კეთება. დღევანდელი ცხოვრებაზე რო ვილაპარაკოთ, დაცხოვრებით გვიწერს ცხოვრება, ნუ ეს ცნობილია და რეალობაა და რეალობას ვერ გავექცევით რა. მაგრამ რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა 21 საუკუნეს პასუხობდეს ჩვენი ცხოვრება რა. არ შეიძლება არ გვეკადრება ქართულ ფენომენს მარტო ეხლა ოცნება და ვიოცნებობა. აი ესეთ გაჭირებულ ქვეყანაში, აი ესეთ გაჭირებულ მდგომარეობაში რო გვიწევს ცხოვრება, მე ყველგან მეტრაბახება ევროდონია რა. ნამდვილად ევროდონია. ალბათ დაათვალიერეთ, ნახეთ როგორ არის მოწყობილი, რა სუფთავე, რა წესრიგი და რა დონე, კაცო, ასეთ ცხოვრებაში თუ აქ კათარი შეუძლია ამის გაკეთება, ნუ თუ მთავრობას არ შეუძლია ამის გაკეთება, რომ ეს გაჭირებული ხალხი ქუჩაში რო ნაგავში პურს ეძებს და კიდევ ამდენი რომ რაღაცა კიდევ ამდენი მილიარდები და ამდენი რაღაცებს ატრიალებენ, რომ კიდევ დანარჩენ ხალხს შეუწყოს ხელი, კაცო, კათარზისი რამდენს გაწდეს, ხო?